კატასტროფების რისკის შემცირების სამუშაოებში ჩართულ სამთავრობო სტრუქტურებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო შარაშიძემ, განათლების მინისტრის მოადგილემ ალუდა გოგლიჩიძემ, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მოაწერეს. მემორანდუმი ნათლად განსაზღვრავს თითოეული მხარის ფუნქციებსა და ვალდებულებებს საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის სკოლამდელი განათლების სფეროში კატასტროფების რისკის შესამცირებლად. საქართველოსთვის დამახასიათებელია ძალიან სერიოზული ბუნებრივი სტიქიური მოვლენები, როგორიც არის წყალდიდობები, წყალმოვარდნები, ვარცოფები, ზვავები, მიწისძვრები, ხანძრები. სამწუხაროდ ამ სტიქიური მოვლენების დროს ყველაზე დაუცველ ფენას წარმოადგენენ მცირეწლოვანი ბავშვები, აგრეთვე ბავშვები შეზღუდული შესაძლებლობებით. ჩვენი პროექტი ითვალისწინებს სწორედ ამ ბავშვების და მათი პედაგოგების მომზადებას და მათი ცნობიერების ამაღლებას სტიქიური მოვლენების მიმართ უფრო რეზისტენტულები რო იყვნენ და უფრო მზად რომ იყვნენ. მემორანდუმი ეძღვნება სკოლამდელ აღზრდაცებულებში რისკების კატასტროფების რისკის მართვის თემატიკას. მოგეხსენებათ, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სულ რამდენიმე თვეა შეიქმნა სკოლამდელი აღზრდის სამმართველო და სამინისტრო იღებს პასუხისმგებლობა სტანდარტების და რეგულაციების დონეზე უზრუნველყოს სკოლამდელი აღზრდის ბაღების ხარისხიანი ფუნქციონირება. ჩვენი ექსპერტები იქნებიან ფართოდ წარმოდგენილი, რომლებიც აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ ამ პროექტის განხორციელებაში, რათა განხორციელებული იყოს ყველა ის წინასწარი ზომები, რომელიც უნდა იქნეს მიღებული განსაკუთრებით საბავშვო ბაღებში. ეს ხდება აჭარის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის საბავშვო ბაღებში საგანგებო სიტუაციების დროს, რომ იცოდნენ თუ როგორ უნდა იმოქმედოს ყოველივე მათგანი.